დღეს უნდა გავიხსენო რამდენიმე ქართველი მღვდელი, უпростоრად მღვდელი მგალობელი, ესე იგი მგალობელი, იმიტომ რომ ჩვენ ვემსახურებით ქართულ გალობას და ქართულ სასიმღერო ხელოვნებას და აი მინდა რამდენიმე ქართველი მღვდელი, რომელებმაც ძალიან დიდი ამაგი დაძეს ქართულ გალობას. ასე დავიწყებ. მე დავიწყებ ესე იგი იოანე ბოდბელით. იყო ასეთი მოღვაწე იოანე ბოდბელი, მაყაშვილი, ესე იგი რომელმაც ძალიან დიდი ამაგი დაძდო ქართულ გალობას და საერთოდ ქართული სასულიერო ცხოვრებას, თუ შეიძლება ასე ითქვას. ის დაიბადა 1753 წელს, ესე იგი და აი ანტონ პირველმა დაერეკლემ, რომ ანჩისხატის ეზოში გახსნეს, ესე იგი სასწავლებელი ეს ფილოსოფიური სკოლა, საღვთისმეტყველო ფილოსოფიური სკოლა, აი სწორედ მაშინ ეს პატარა იოანე იყო 12 წლის და სწორედ მან იქ მიიღო განათლება ანტონ პირველის ხელმძღვანელობით. ანტონ პირველი ცნობილია საერთოდ, რომ ანჩისხატის ეზოში ცხოვრობდა, მას იქ ჰქონდა სენაკი, იქვე იყო და იქვე ასწავლიდა ბავშვებს და აი ერთ-ერთი მისი აღზრდილი იყო სწორედ იოანე მაყაშვილი, შემდგომში ბოდბელი. ხო და რა თქმა უნდა ის ძირითადად თავის ცხოვრების მეორე ნახევარი, თუ შეიძლება ითქვას, მოღვაწეობის უпростоრად გაატარა ბოდბის მონასტერში. ის მას სკოლა ჰქონდა სხვათა შორის გახსნილი და საერთოდ ეს ცნობილია, რომ ამ მონასტრებში პატარა სკოლები იყო გახსნილი, სადაც ბავშვები, ვისაც სურვილი ჰქონდა და ისა მიყავდათ მშობლებს და იქ ამეცადინებდნენ, ასწავლიდნენ ისტორიას, ანგარიშს, მათემატიკას და ყველაფერს, რაც კი შეეძლოთ და რა თქმა უნდა დიდი ადგილი ჰქონდა გალობას და აი იოანე ბოდბელსაც ბოდბის მონასტერში ჰქონდა ეს პატარა სკოლა, ხო და სხვათა შორის მიწვეული ყავდა გალობის მასწავლებლად, ესეა ცნობილი საბა აფონოვი. მაგრამ მე როგორც გავარკვი, ეს საბა აფონოვი იყო საბა ჟღენტი იყო. ერისკაცოვი ჟღენტი, უბრალოდ მაშინ ესე იგი ამ რუსულ ყაიდაზე გვარებს აძლევდნენ, ეთყობა შეიძლება ათანასის ძე იყო, ესე იგი მამისი და ესე იწერებოდა საბა აფონოვი, მაგრამ იყო საბა ჟღენტი, რეგენტი, გალობელი, ესე იგი და აი სყავდა მიწვეული მასწავლებლად გალობის. და ბავშვებს ამეცადინებდა. და 1793 წელს ესე იგი დავით გარეჯის მონასტრიდან მას სტუმრად ეწვია გერონტი სოლოღაშვილი. ეხლა მე ვიტყვი ვინ იყო გერონტი სოლოღაშვილი? იყო მღვდელი მგალობელი, ეს აღზრდილი იყო გერასიმი ანთაძის მიერ. გერასიმი ანთაძემ ადრე მოგონებებში აღნიშნე, ერეკლე მეორემ და ანტონ პირველმა მოიწვიეს გურიიდან გალობის მასწავლებლად და მან ქართულ გალობას ძალიან დიდი ამაგი დაძდო და ძალიან ბევრი მგალობელი აღზარდა, ესე იგი და მათ შორის იყო აი გერონტი სოლოღაშვილი, ესე იგი ის უმცროსი იყო იოანე ბოდბელძე, ის დაბადებულია 1757-ში, ესე იგი 13 წელი იყო მათ შორის. და ეს სტუმრა, ეთყობა რაღაც საქმიანი სტუმრობა ჰქონდა დავით გარეჯიდან, ესე იგი ბოდბის მონასტერში. და ეზოში რო შევიდა, ესე იგი იქ დაინახა, რომ პატარა ბიჭი იქით ცქრიალახმით, ესე იგი მღეროდა და ყურადღება მიექცია, მღეროდა საგალობელს, ესე იგი ასეა ეს საგალობელი იყო ცისკარს მსთვად მოვიდა. ეს არის
საშობაოა ფაქტიურად საშობაო საგალობელია მსთვად არის ადრიანად სულხან საბას ასე აქვს განმარტა ესე იგი იესოს დაბადებაზე წკრიალახმი რაღაც ყურადღება და შევიდა ივანე ბოდბელთან რაღაც იქა და დაინახა რომ იქ კლასში გვერდზე კლასში ესე იგი ეს საბა როგორც ავთქვით საბა გალობის მასწავლებელი ჟღენტი იგივე აფონოვი ესე იგი ბავშვებს ამეცადინებდა აი ამ საგალობელს ისა და ყურადღება მიაქცია რომ ბავშვებს უჭირდათ ამის სწავლა და გახსენდა ეს ბიჭი და კითხა ივანე ბოდბელს აი ეს გარეთ რო ბიჭი იყო ისაო ვინ არისო ხო ეს მოყვა ესე იგი ეს ყოფილა ესე იგი იყო ასეთი კახეთში არის ასეთი სოფელი ვაჩნაძიანი ანუ თავადი ვაჩნაძეების ესე იგი სამფლობელო იყო და ვაჩნაძეები ესე იგი და იყო აი ამ ვაჩნაძეებში იყო ერთი სიმონ ვაჩნაძე ბებურიშვილი ეს ბებურიშვილი ვაჩნაძეები დიდი გვარი იყო და მე იღებდნენ ხოლმე კიდე დამატებით სხვა გვარებს რა ანუ ასეა ცნობილი სიმონ ვაჩნაძე ბებურიშვილი ესე იგი აი ეს ბიჭი ყოფილა აი ამის უკანონო შვილი იყო ძღლეხის ქალთან ესე იგი ეხის ქალთან გააჩინა და რო წამოიზარდა ეხლა ხო იცი ობოლი ბიჭი რაღაც უყურადღებოდა აი ეს სიმონ ვაჩნაძეს ეს პატარა ბიჭი ჩაუყვანია ესე იგი ბოდბის მონასტერში და მიუბარებია ამ იოანე ბოდბელისთვის რომ აღზარდეთო და მიეცეთ განათლებაო და რაღაცო და ნუ აღმოჩნდა რომ ეს ძალიან მუსიკალური სმენით დაჯილდოებული ბავშვი იყო და საერთოდ ცოტა გადახვევას გავაკეთებ ახლა ვაჩნაძეებზე ვაჩნაძეები ცნობილი იყვნენ თავიანთი მუსიკალური და სასიმღერო ასე ვთქვათ ტრადიციებით აი ზაქარია ფალიაშვილმა 1900 პირველ თუ ორ წელს არ მახსოვს ესე იგი როდესაც კახეთში იმოგზაურდა ჩაიწერა ძალიან ბევრი ხალხური სიმღერა მან სოფელ ვაჩნაძიანში ჩაიწერა ჩაკრულო ესე იგი რომელიც შემდეგ აბესალომდა ეთერში გამოიყენა და ეს ზაქარია ამბობს რომ აი ეს ჩაკრულო არსად არ იმღერებოდა მხოლოდ ვაჩნაძეები მღეროდნენ აი ამ ჩაკრულოს ანუ ამბობს რომ ეს იყო საგვარეულო სიმღერაო ნუ ვისაც აინტერესებს აბესალომდა ეთერში არის როგორც პირდაპირ არის ჩასმული უბრალოდ ორკესტრი და შერეული გუნდი აქვს დამატებული ეს არის უნიკალური ჩაკრულო ესე იგი ეს პატარა გადახვევა და ეს პატარა ბიჭიც ესე იგი გრიგოლი ერქვა ამ პატარა ბიჭს გრიგოლი ისა აღმოჩნდა ძალიან მუსიკალური ბიჭი ხო და რომ დაამთავრა თავისი ვიზიტი ამ გერონტის სოლოღაშვილმა ივანე ბოდბელთან უთხრა და თხოვნა მაქვს ერთი რომ აი ეს ბიჭიო გამატანეო მე გარეჯის უდაბნოში წავიყვანო და მე ჩემებურად აღზრდიო იქაო ესე იგი და მამან უთხრა წაიყვანეო ეს პატარა 10-11 წლის ბიჭი უნდა გრიგოლ ვაჩნაძე ესე იგი წაიყვანა გარეჯის მონასტერში და აღზარდა ესე იგი და შეიძლება ითქვას რომ მართლა ღირსეულად აღზარდა მან ასწავლა მწიგნობრობა ასწავლა საერთოდ რაც შეიძლებოდა იმ დროს ესწავლებინა და რა თქმა უნდა გალობა სრული ესე იგი გალობა ასწავლა ხო და სხვათა შორის ეს გრიგოლ ვაჩნაძე ეს ბიჭი აღმოჩნდა ძალიან ნიჭიერი მხატვრობაში და ჩუქურთმაშიც და ესე იგი ახლა მე აღარ მახსოვს მაშინ არ ვიცოდი ეს ისტორია ახლა დავით გარეჯის მონასტერში ყოფილა მისი მოჩუქურთმებული კედლები ყოფილა ესე იგი ამ გრიგოლ ვაჩნაძის აი ესეთი დიდი მოღვაწე გამოვიდა სხვათა შორის ამ გრიგოლ ვაჩნაძემ თავის წილად კიდე ბევრი აღზარდა მგალობელი მღვდლები ესე იგი სხვათა შორის ის დაიღუპა 1851 წელს ლეკები დაეცნენ
ლიკები დაეცნენ გარეჯის მონასტერს და აი მოკლეს მაშინ იქ და იქვეა დასაფლავებული ესე იგი ეს გრიგოლ ვაჩნაძე. სხვათა შორის მამამისი ეს რომ ვთქვი ადრე სიმონ ვაჩნაძე კიდე დაიღუპა კახეთის აჯანყების დროს 1812 წელს აჯანყებულების მხარეს იყო. რატომ აჯანყებულების მხარეს? ეს კახეთის აჯანყება რომ მოხდა, ესე იგი ნაწილი ქართველების თავადების იყო აჯანყებულების მხარეს და ნაწილი იყო მთავრობის მხარეს. ეს საშინელი ტრაგედია მოხდა. ბევრი იყო ქართულ ისტორიაში ასეთი ტრაგედიები და ერთ-ერთი ეს კახეთის აჯანყება, იმიტომ რომ აქ ესე იგი მოგეუბნები ერთ მხარეზე იყვნენ აჯანყებული ქართველები თავადები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ და მეორე მხარეს იყვნენ ესე იგი რომლებიც ახშობდნენ მთავრობის მხარეს და კონკრეტულად გეტყვი რომ აი ესე იგი ვახტანგ გორბელიანი ეს იყო საგარეჯოს მოურავი იყო, ანუ მთავრობის კაცი იყო. მას მოუვიდა შეტყობინება, რომ ხვალე უნდა დავლაშქროთ კახელები, ესე იგი აჯანყება უნდა ჩავახშოთ და ნუ ეს გაგიჟდა, ესე იგი გადაერია როგორ უნდა წავიდე და როგორ უნდა ვესრულო ისაო და სხვათა შორის ეს ვახტანგ გორბელიანი იყო თეკლა ბატონიშვილის მეუღლე. ანუ ერეკლეს სიძე იყო და ხო და გამოემშვიდობა და უთხრა მეო ალბათო ვეღარ დაუბრუნდებიო. ისაო და მოუარე შენ ორი ბიჭი ყავდა და მესამეზე ფეხმძიმეთ იყო თეკლე ბატონიშვილი ხო და წავიდა და ეს რომ მივიდა იქ აჯანყებულებთან რომ მივიდა და რომ მოხდა შეტაკება ვიღაც ქართველ გლეხს აჯანყებულებში რა თქმა უნდა ხელი უტაცა თოფის ლულაზე ესე იგი და იმან უთხრა გაუშვი ხელი გაუშვიო ნუ მაგდეფო ისაო რომ არ შემომთხიო ხიფათიო და ამან არ გაუშვა ხელი და იმდენი ქაჩა რომ გაუვარდა ხელი და ეს ვახტანგ გორბელიანი აი იქ დაიღუპა. ეს უბრალოდ გადახვევა დააკეთე ესეთი და სწორედ აი სიმონ ვაჩნაძეც აი აჯანყებულებში იყო, რომელიც მოკლეს ასე ვთქვათ სახელმწიფო იმპერიის სახურებმა. აი ესეთი ტრაგედიით დამთავრდა ეს ამბავი. მაგრამ თავარი ჩვენთვის არის რომ ეს ჩვენი ქართველი მღვდლები როგორ განათლებას აძლევდნენ ქართველ ბავშვებს, როგორ ზრდიდნენ მომავალ მოღვაწეებად და თუნდაც სასულიერო პირებად და ამავე დროს ქართულ გალობას ასწავლიდნენ, როგორც ღმერთმა ნათელში ამყოფოს ყველანი. ამინ.